რამდენიმე კვირის წინ გახსოვთ ალბათ, რომ დადიანის ქუჩაზე მოსწავლეებმა და მშობლებმა ერთობლივად გადაკეთეს გზა იმ მოთხოვნით, რომ მათი ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, შენობა არ აქვს, უტარდებათ ონლაინ გაკვეთილები და შესაბამის განათლებას ვერ იღებენ. ასეთი არის 21000-ზე მეტი მოსწავლე, რომელსაც არ აქვს კონკრეტული სკოლა და შენობა, სადაც შეიძლება მივიდეს და 150 სკოლა არის, რომელსაც შენობა არ აქვს. და ეს ვამბობ ოფიციალურად და ისე არის სკოლები, რომლებიც არის ავარიული, ვერ დადიან ბავშვები და აქაც იგივე მდგომარეობა. ეს აღიარება იყო ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას, რომ 720 სკოლას რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს, 80 სკოლა ახლიდან უნდა აშენდეს. ამ 2 წლის განმავლობაში უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი და ამისთვის მილიარდიანი ბიუჯეტი გამოიყო. 2 წლის თავზე ჩვენ გვაქვს შედეგი, რომ 2 სკოლა აშენდა, დანარჩენ 78 არ გაკეთებულა, 720 სკოლიდან უმრავლესობა ამ სკოლების არის შესაკეთებელი. 500 მილიონით გაზარდეს წელს განათლების ბიუჯეტი, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე არის 1.9 მილიარდი ლარი, აქედან 70% იხარჯება პირდაპირ ხელფასებზე. მომავალი წლის ბიუჯეტიდან ეს 9 მილიარდი ლარი ისევ შემცირდება და ის ნაწილი, რომელიც გაიზარდა ხელფასებში, ამ შემთხვევაში მოაკლდება სასკოლო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ნაწილს. ანუ რეალურად ინფრასტრუქტურიდან ფინანსებმა გადაინაცვლა ხელფასებში, ხო? ვის ხელფასებზე, ხო? ეს არის ხალხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური მორჩილებაში ვარგა. რომლის 80% ჩაიჭრა თავისივე საგნობრივ გამოცდაში. სკოლები არსებობს, სადაც არის გადახურვა, აწვით ბავშვებს, გათბობა არ არის და იმის გამო, რომ იმ თავის საარჩევნო რესურსს მასწავლებლების სახით არაფერი მოაკლოს და იმათ ხელფასები გაუზარდოს და დაუბალანსოს, მოსწავლეები რაღაც პრიორიტეტებში ბოლოში არიან გადაწეული. მაგრამ ვიტყვით, რომ რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ღირსეული, კომპეტენტური პედაგოგია, რომლებიც მართლა სასწაულს შვებიან ხანდახან და ამ ინდივიდუალურ პროფესიონალიზმზე არის ხოლმე ძალიან ხშირად ჩამოკიდებული ჩვენ ქვეყანაში განათლების ბედი. და მათ უზარმაზარი პატივისცემა ეკუთვნით და როგორც კი მოქალაქეების სამსახურში ჩამდგარი ხელისუფლება მოვა ამ რუსული ავტორიტარული რეჟიმის ნაცვლად, მათი შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს და მათ საკვანძო როლი უნდა მიენიჭოთ განათლების სისტემაში იმის ნაცვლად, რასაც ახლა ვხედავთ, ხო? მაგრამ ფაქტია, ამ ტკბილ სიმართლეს ვერ გავექცევით, რომ 70%-ზე მეტის შემთხვევაში უბრალოდ საკუთარ ახალთაობას ვაყენებთ უზარმაზარ ზიანს. გასაგები არის, რომ ხელფასები იჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, გასაგები არის, რომ სხვაგან შეიძლება პროფესიაში თავი ვერ იპოვა და აქ იპოვა, იმიტომ რომ მარტივია ოპონენტისთვის კომენტარის დაწერა და ამაში ხელფასის აღება. მაგრამ ბავშვის ინტერესი უნდა იყოს პირველ რიგში, ხო?